იმ დროს, როდესაც არსებობდნენ დიადი სამეფოები და უძველესი დამპყრობლები, როდესაც იდუმალებას ინახავდა მიწა კი გაშხენთილი იყო უძველესი მაგიით, დაეცა სიბრძნესა და სიწმინდის ქალაქი იერუსალიმი. მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი გადაწვა, დაანგრია სოლომონის ტაძარი და ქალაქის კედლები. ებრაელი ხალხის დიდი ნაწილი კი ბაბილონს ტყვედ წაასხა. იერუსალიმის კედლებთან ერთად ებრაელებისთვის ჩვეული სამყაროც გვირგვინით ჩამოიკრა. განადგურებასა და ტყვეობას გადარჩენილთა ერთი ნაწილი იძულებული გახდა თავისი სამშობლო დაეტოვებინა და ახალი სამოსახლო ებოვა. მათ სმენოდა ტიბერიის იდუმალი მიწის შესახებ, რომელიც სავსე იყო ნაყოფიერი მინდვრებითა და კანკამამდინარეებით, ხოლო მისი ხალხი განთქმული იყო სიკეთით და სტუმართმოყვარეობით. სწორედ ამიტომ ებრაელმა უხუცესებმა თავიანთი ხალხის ნაწილი ჩრდილოეთისკენ წაიყვანეს ამ კურთხეული მიწის საწებნელად.